საქართველოში. Საქველმოქმედო აქციამ ზრუნველობა მოკლებული პატარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციამ მრავალენოვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის ლინკონის სამხრეთ როტარი კლუბის მიერ გამოყოფილი გრანტით საგურამოს ბავშვთა სახლს უახლესი მოდელის 10 პერსონალური კომპიუტერი გადასცა. გრანტის ფარგლებშივე ბავშვთა სახლის აღსაზრდებისათვის 3 თვის განმავლობაში ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების კურსიც მიმდინარეობდა. მოზარდების უცხო ენაში მომზადება მომავალშიც გაგრძელდება. სტუმრებმა ბავშვებს საკანცელარიო ნივთები და ტკბილეულით ჩაუტანეს. გეგმავთ კურსების გაგრძელებას უშუალოდ ინგლისურ ენაში, იმიტომ რომ ინგლისური ენა 6 დონით განისაზღვრება და მხოლოდ პირველი დონე ამ ეტაპისთვის ჩატარებული. ძალიან დიდი სურვილია ჩვენი ორგანიზაციის და თვითონ ლინკოლნის სამხრეთ როტარი კლუბის, რომელიც იყო ძირითადი დამფინანსებელი ამ პროექტის, გაგრძელდეს და ყველა დონე გაიარონ ამ ბავშვთა სახლის აღსაზრდელი. დღეს სტუმრებმა მოგვიტანეს ინგლისური წიგნები, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. 3 თვის განმავლობაში გავდიოდით ინგლისურს, შევისწავლეთ კომპიუტერით, ძალიან კმაყოფილი ვართ.